დილა მშვიდობისა დღეს 13 თებერვალია ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ გეგინებს იწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. დილა მშვიდობისა მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენ კი ტრადიციულად შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, რაშიც დაგვეხმარებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები, თუმცა ვიდრე გაგაცნობდით გადაცემის ანონსს, ვნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 13 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 13 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა უბერსხლო მკურნალებს, კვიროსს და იოანეს, ასევე მათ თანამოწამეებს, ათანასიას და მისასულებს, თეოდოტიას, თეოქტისტას და ევდოქსიას, წმინდა მოწამეებს, ბიქტორინეს, ბიქტორის, ნიკიფორეს, კლავდის, დიოდორეს, სერაპიონს და პაპს, წმინდა მოწამე ტრიფენა კვიზიკელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და ახლა ანონსს წარმოგიდგენთ. გვიახლოვდება მირქმის დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს, ანუ შაბათს აღნიშნავს. სწორედ ამ დღესასწაულის არსსა და მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. შემოგვიერთდება ანჩისხეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელმა სამეცნიერო ცენტრმა გამოსცა რიგით მე-6 კრებული. კრებულის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მონაზონი იოანე ცუხიშვილი. პირველი ქართველი მთამსვლელი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა. ქართული ალპინიზმისა და მსოფლიოში ქალთა სპორტული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ისტორიას ნინო გელაშვილის სიუჟეტიდან შევიტყობთ, რომელსაც გადაცემის მსვლელობისას შევთავაზებთ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, შემოგვიერთდა ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. დაგლოცეთ მამა არჩილ, მოგესალმებით. მოგესალმებით, დილამშვიდობთ. მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. მირქმის დღესასწაული გვიახლოვდება, რომელიც 15 თებერვალს, ანუ შაბათს აღინიშნება და სწორედ მირქმის დღესასწაულის არსისა და მნიშვნელობის შესახებ გვინდა დღეს რომ ვისაუბროთ. ვიცით რომ ბოლო წლებში ჩვენი პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორის ლოცვა-კურთხევით მირქმის დღესასწაული საქართველოში განსხვავებულად აღინიშნება. კერძოდ ლამპრობის, ანუ სვანეთში შემორჩენილი ძველი წესის, ლამპრობის, სვიმნიშობის და ძველ საღვთისმსახურო წიგნში დაცულ გადმოცემათა გათვალისწინებით. აი, ვიდრე ჩვენ დავიწყებთ საუბარ, შეგვიძლია ახლა ჩვენ ვნახოთ ფრაგმენტი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ წარმოთქმული ქადაგებიდან, რომელიც მან წარმოთქმა მირქმის დღესასწაულზე 2021 წელს. აი, შეგვიძლია ვნახოთ ეს ფრაგმენტი და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ საუბარი. დღეს არის განწმენდის დღე. დღეს წყალობა ღვთისა განსაკუთრებით სუფევს ჩვენზე და დღეს არის ის დღე, როცა შვილები ლოცავენ თავის მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ. ეხლა იქნება წაკითხული ლოცვა სანთლების კურთხევისა. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს შორის და ჩვენთან არსებობს. ჩვენ ახლა ვნახეთ ფრაგმენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილიამ მეორის მიერ წარმოთქმული ქადაგებიდან, რომელიც მან წარმოთქვა მირქმის დღესასწაულზე 2021 წელს და სწორედ მირქმის დღესასწაულის არსებს საუბრობთ. დეკანოზი არჩილ ხაჩიძე არის ჩვენთან ერთად და მამა არჩილ, ჩვენ აღვნიშნეთ დასაწყისში, რომ ბოლო პერიოდში განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული, ანუ ძველი წესის, სვანეთში შემორჩენილი ძველი წესის მიხედვით და რომ განმარტოთ, რას გულისხმობს ეს ძველი წესი. ეს არ არის მხოლოდ კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არ არის მხოლოდ სვანეთში შემორჩენილი წესი, უბრალოდ სვანეთმა როგორც ძალიან ბევრი სხვა ტრადიცია და წესი ხშირად თავისი განსაკუთრებული, განსხვავებული და უძველეს ფორმით შეინარჩუნა, იმიტომ რომ ლამპრობა ქართველი ისტორიკოსების დაკვირვებით ძალიან აქტიურად აღინიშნებოდა ხოლმე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც, მაღალ მთიანეთშიც და აღინიშნებოდა ბარშიც, განსაკუთრებით აქტიურად გურიაში. თუმცა ერთიც უნდა ვთქვათ, რომ ლამპრობა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მირქმის დღესასწაულთან და აღინიშნება შობიდან, ქრისტეს შობიდან მე-40 დღეს, არ არის მხოლოდ ახალი აღთქმის მოვლენა. მისი ტრადიცია იწყება ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქაში. და რამოდენიმე ძირითადი აქცენტი აქვს მას გაკეთებული. ერთი, რომელიც მოვისმინეთ აი პატრიარქის ქადაგებაში, ის რომ ეს არის თაობათა შეხვედრა, ეს არის განახლება და ეს არის ღვთის დიდების ხელახლა დაწყება. და არსებობს გადმოცემები, რომ ლამპრობა არსებობდა თან რამოდენიმენაირი. ანუ ყველა ძველი დღესასწაული აი გვინახავს ჩვენ დღესაც ლიტურგიკულ პრაქტიკაში ცენტრალური მომენტების დროს როგორ ინთება ხოლმე რაც შეიძლება მეტი სინათლე ტაძარში. ანუ დიდი დღესასწაულები აღინიშნებოდა ხოლმე სწორედ მეტი სინათლით, მეტი შუქით და მაცხოვარსაც მზე სიმართლისა და ნათელი ეწოდება. აქედან გამომდინარე, მისი უწმინდესობის მიერ აღდგენილი ეს ტრადიციები
ეს არ გულისხმობს იმას, რომ აღდგა ძველი ქართული რომელიმე წესი და ამითი დასრულდა. არა, ჩვენ გვაქვს უდიდესი საგანძური, ჩვენ გვაქვს უდიდესი მემკვიდრეობა, ამით უმეტეს საქართველოს და საქართველოს ეკლესია ჩვენ ვიცით, რომ არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია მთელ მსოფლიოში და საქრისტიანოში და მას თავისი არაერთი ტრადიცია აქვს. ისეთი ქართულ ხელნაწერებში, ლიტურგიკულ ძეგლებში თუ ადგილობრივ ტრადიციებში შემონახული, რომელიც შეიძლება სხვაგან აღარც არსებობდეს და მეორეს მხრივ საჭიროებდეს ჩვენთანაც აღდგენას, რადგანაც 70 წლიანი ათეიზმისა და ეკლესიის აქტიური დევნის და მანამდე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების პირობებში და მანამდეც დალხინებული დრო არ ედგა ნამდვილად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას. აი ამ პირობებში გასაგებია, რომ ბევრი დღესასწაული შეიძლება ფორმის თვალსაზრისით შეიცვალა, ან თუ აღნიშნა აღარ ხდებოდა მისი შესაბამისი პატივით და ერთ-ერთი ასეთი დღესასწაული იყო სწორედ მირქმის დღესასწაულის, რომელსაც როგორც თქვით, ლამპრობა პირდაპირ აქვს დაკავშირებული. მირქმის დღესასწაული ეს არის ერთის მხრივ ამ დეტალსაც ჩავამატებ და მე ცალ-ცალკე გავმარტოთ, როგორც დრო მოგცემს საშუალებას, მიცვალებულთა მოხსენიების დღეც. არა ესე ცალკე დაწესებული, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მირქმის დღესასწაულის დროს მაცხოვარი შობიდან მე-40 დღეს თავისი მშობლების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქალწული ღვთისმშობლისა და მართალი იოსების მიერ იქნა აყვანილი ტაძრად და იქ მას შეეგება მართალი სვიმეონი, რომელიც გადმოცევით იყო ძალიან ხნოვანი ადამიანი, ეს წინასწარმეტყველი და სხვა წინასწარმეტყველი ქალი ანა ფანუელის ასული. და წინასწარმეტყველმა სვიმეონ მივრქმელმა, როგორც მას ჩვენ დღეს ვიხსენიებთ და მისი სახელიც ერთ-ერთი სახელია დღევანდელი დღესასწაულისა, სვიმონიშობა, ახსენა უკვე ელისაბედმა, მისი სიტყვები იყო სწორედ ის, რომ ღმერთო ამიერიდან მშვიდობით გამიშვი, ასე ვთქვათ, აც განუტევე მონაშენი მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალსაჩემთა მაცხოვარება შენი და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო რა, როდესაც ადამიანი დამშვიდებულად ეგებება თავის აღსასრულს. და აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ლამპართა დანთების ტრადიცია მჭიდროდ უკავშირდებოდა ხოლმე როგორც ტაძრებს, ისე ტაძრების მიმდებარედ საფლავებზე ამ სანთლების, კანდლების თუ შესაბამისი, ასე ვთქვათ, მუხის ან არყის ხის ტოტებისგან დამზადებული ლამპრების დაწვას. და ბევრი მხარე აქვს მოკლედ ამ დღესასწაულს და პირველ რიგში ეს არის წარსულისა და აწყოს შეხვედრა, როდესაც ძველ თაობას სვიმეონ მივრქმელს თავისი მებრძანებით ლოცავს თავად უფალი იესო ქრისტე, როდესაც ძველი თაობა მშვიდობით აკურთხებს მასას და იღებს თავად კურთხევასაც და მშვიდად არის. ეს არის დღე, როდესაც იკურთხება სანთლები და ეს ტრადიციაც იქნა აღდგენილი სწორედ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ სხვა მრავალი ტრადიციის მსგავსად. და ამ დღეს ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, რომ როგორც სახალხო, ისე წმინდა საეკლესიო თვალსაზრისით ღირსეულად აღნიშნოთ ეს დღესასწაული, რომელიც ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულთაგან. გვესმის თუ არა სწორად დღევანდელი დღის მნიშვნელობა, უბრალოდ დღევანდელ დღეს გვესმის თუ არა მირქმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, როდესაც სწორად რამდენად გვესმის ეს და გათავისებული გვაქვს თუ არა ამ დღესასწაულის სიდიდის არსი. ალბათ ყველას თავისებურად ესმის. ვიღაცისთვის ეს მხოლოდ დანთებაა, ვთქვათ, ხის ტოტებისა და ვიღაცისთვის ეს არის ღმერთთან შეხვედრა, წარსულის მოგონება, აწმყოს დალოცვა და ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი სიღრმით, თავიანთი აზროვნებით და თავიანთი ღვთისმოსავობით. ვიღაცას ალბათ ძალიან კარგად ესმის. ვიღაცას ვიღაცისთვის შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს ამას. მაგრამ დღესასწაული თავისთავად ძალიან დიდებულია. დიახ, მამარჩილ, აი როგორც აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებაში, ეს არის დღე, როდესაც შვილები ლოცავენ მშობლებს. რამდენად გვაქვს ეს ამ კუთხით უკვე გათავისებული დღევანდელ რეალობაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შვილმაც დალოცოს მშობელი, ხომ მშობელს არასდროს დაავიწყდება, ბუნებრივია შვილის დალოცვა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რომ შვილმა დალოცოს მშობელი.
საერთოდ არსებობს ერთი გამოთქმა, რომლის ავტორი სამწუხაროდ არ შემიძლია დავასახელო, რომ როდესაც ადამიანები ერთად ლოცულობენ, ოჯახში ერთად ლოცულობენ, არათუ მათ უნდა ეშინოდეთო ბოროტი ძალის, არამედ ბოროტ ძალას ეშინიაო უკვე მათი. ამიტომაც ეს ურთიერთკავშირი მშობლებისა, შვილებისა, სიყვარული ერთმანეთის დალოცვა, რა თქმა უნდა, ეს არის ის საუფლომცნების აღსრულება, რომ ერთმანეთს უნდა ვლოცავდეთ და ერთმანეთს უნდა ვაკურთხებდეთ. რაც შეეხება დღესასწაულს, მას ძალიან ბევრი საინტერესო სხვა წესის უკავშირდება. იქნა აღდგენილი სწორედ აი 2021 წლის შემდგომ შესაბამისი კვერექსი. კვერექსი ეს არის ღვთისმსახურების ერთ-ერთი ნაწილი, რომლის დროსაც წარმოითქმება სხვადასხვა სათხოვარი უფლისადმი ან სამადლობელი. და ადრეულ ტრადიციაში ყველა დიდ დღესასწაულს ჰქონდა თავისი პერსონალური წარმოსათქმელები. როგორც ყველა საიდუმლოს, მაგალითად ჯვრის წერის ან წყალკურთხევის საიდუმლოს აქვს თავისი შესაბამისი მუხლები ყოველთვის ჩართული სტანდარტულ ლოცვასთან განსხვავებული. და აი მირქმასაც სწორედ აქვს ეს თავისი წესი, რომელიც იქნა აღდგენილი, ეს კვლევები რა თქმა უნდა გაგრძელდეს, უნდა შეიუსოს, თანდათანობით უფრო და უფრო სრულყოფილი სახე უნდა მიიღოს ყველაფერმა და რაც შეიძლება მეტად უნდა გამოვლინდეს ის მართლა სინათლე, რომელიც ქრისტიანულმა კულტურამ და სახელმწიფო ქართულმა ქრისტიანულმა ტრადიციამ ნამდვილად ძალიან ბევრი შექმნა და ამითი საკუთარი ღირსეული ადგილი უნდა დავიკავოთ სხვა ქრისტიან ხალხებს შორის, რომლებსაც ასევე ბევრი ტრადიცია აქვთ. საერთოდ ეს ტრადიცია ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ან მხოლოდ ძველ აღთქმას უკავშირდება, ან მხოლოდ ახალ აღთქმას. ეს არის საერთო ტრადიცია, წმინდა იერუსალიმური ტრადიცია, რომელიც იერუსალიმიდან როგორც ჩანს გავრცელდა ანტიოქიაში, ესეთია ლოგიკა. მის შესახებ საუბრობს ალექსანდრიის ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი კირილე ალექსანდრიელი, საუბრობს კირილე იერუსალიმელი, ეს ორივე ძალიან დიდი მამა და შემდგომში როგორც ჩანს ანტიოქიიდან გავრცელებულა ეს ამ დღესასწაულის ესეთი რაც შეიძლება ფართოდ აღნიშნვის ტრადიცია უკვე დასავლეთ საქრისტიანოში. და შემდგომ მირქმის დღესასწაულის განსაკუთრებული პატივით აღნიშნა უკვე შემდგომ ბრუნდება მცირე აზიის ტერიტორიაზე როგორც ჩანს, თუმცა საქართველოს ეკლესია არის რა თავისი ფესვებით იერუსალიმური წარმოშობით და ჩვენს ყოველთვის ძალიან დიდი კავშირი გვქონდა ამ ქრისტიანობის რა თქმა უნდა ცენტრთან და გულთან ჩვენთან ის პირველქმნილი ტრადიციები საკმაოდ ადრევე შემოსულა და ძალიან ფართოდაც გავრცელებულა, რაც ისიც ადასტურებს, რომ ხალხურ დონეზეც კი ესე არის შემორჩენილი და ყველა ქუდის დამხურავი, ანუ ყველა მამაკაცი, ვისაც შეუძლია რომ ფეხზე იდგეს და ვინც ოჯახის ცოცხალ წევრად ითვლება, ყოველთვის თავის კონა, ეს კონა არ არის რაღაც ესე უბრალოდ შემდგარი კონა, ვიდეო კადრების ნახვა ყველას შეუძლია, განსაკუთრებით სვანური ლამპრობის, ძალიან ბევრი დევს ბოლო წლების განმავლობაში YouTube არხებზე და შემდეგ დღეისათვის ზოგჯერ ტურისტებისთვისაც ატარებენ ხოლმე ამას ცალკე, მაგრამ ტრადიციულად ეს ტარდება ის დღე, როცა ეს უნდა ტარდებოდეს, არის სწორედ მერქნის დღესასწაული და რამდენი მამაკაციც არის ოჯახში, მათი რაოდენობის მიხედვით ხდება ამ კონის დამზადება და შემდგომ მთელი სოფელი ერთად ტაძართან ახლოს ანთებს ამ უწოდებთ ლამპრებს თავისუფლად შერავდენობს კი. მამარჯო, თქვენ ბრძანეთ, რომ მრავალი კუთხით შეიძლება საუბარი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. ალბათ ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ დიდ საეკლესიო მოღვაწეებზე, ვისი სახელიც ასევე უკავშირდება მირქმის დღესასწაულს. წმინდა სვიმეონ მიმრქმელი, ანა წინასწარმეტყველი, თქვენ უკვე აღნიშნეთ. რა ვიცით წმინდა სვიმეონ მიმრქმელის შესახებ, რა ინფორმაცია გვაქვს მისი პიროვნების შესახებ, მისი მოღვაწეობის შესახებ, რატომ გამოარჩია ის უფალმა რომ სწორედ წმინდა სვიმეონ მიმრქმელი მიგებებოდა უფალს მე-40 დღეს შობიდან და ასევე ძალიან საინტერესო ალბათ დიალოგი ხო, რომელიც ყოველწმინდა ღვთისმშობლსა და სვიმეონ მიმრქმელს შორის დგება.
კი, სვინო მირქმელი ეს არის პიროვნება, რომელზეც და ანა ფანოელის ასულის წინასწარმეტყველად წოდებული ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც სახელობით კი იხსენიებიან წმინდა წერილში, თუმცა მათ შესახებ სხვა რამე დამატებითი ცნობა ჩვენ ბიბლიიდან არ მოგვეპოვება, მაგრამ არსებობს გადმოცემები. არსებობს გადმოცემები იმასთან დაკავშირებით, რომ სვიმეონი იყო არა თუ ასაკოვანი, არამედ ძალიან ასაკოვანი, შეიძლება რამოდენიმე საუკუნის ხნისაც კი და არსებობს ესეთი გადმოცემა, რომ ის იყო ერთი პიროვნება, რომელმაც თავის დროზე ეჭვი შეიტანა ესაიას წინასწარმეტყველებაში იმის თაობაზე, რომ აჰა ეს რა ქალწული მიუდგეს და შუასძე, ანუ მან ვერ დაიჯერა, რომ ქალწულს შეიძლებოდა შვილი გაეჩინა და ამის პასუხად მას ანგელოზმა აუწყა საგანგებოდ გამოცხადებულმა მისთვის, როგორც ძალიან გულწრფელი კაცისთვის გამოცხადებულმა ანგელოზმა აუწყა, რომ იგი მანამ ვერ იხილავდა და არ იხილავდა აღსასრულს, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავდა აი იმას, ვიზეც ეს წინასწარმეტყველება იყო და იგი მას შემდგომ ტაძარს არ შორდებოდა, ტაძართან იყო და სხვა შორის ბევრ ძველ გამოსახულებას დღეისათვის ხშირად იგი ფეხსემდგომი ეგებება ხოლმე მაცხოვარს, თუმცა არის გამოსახულებები, სადაც სვიმეონი წევს, იმიტომ რომ ის როგორც ჩანს ძალიან ხნოვანი იყო, უკვე უჭირდა ფეხსემყარად დადგომა და გადაადგილება და იგი ასე ელოდა იმ აღთქმას, რომელიც მას ზეციდან ჰქონდა მიღებული და ასრულდა ეს აღთქმა და როდესაც მაცხოვარი მიიყვანეს, მან სულიწმინდის ღმერთის შეწევნით იცნო, რომ ეს არის სწორედ ის, ვისაც იგი ამდენი 10 წლეულის, შეიძლება 100 წლეულის განმავლობაში ელოდა და ამის შემდგომ წარმოთქვამს იგი სწორედ აი ამ სიტყვებს, ამ სანუკვარ სიტყვებს, რომლებიც სხვა შორის დღემდე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა საეკლესიო წესის შესრულებისას, რომ აი ჩემმა თვალებმა იხილა ის მაცხოვარება შენი, ანუ მიმართავს პირადად ღმერთს. და ეს არის დღესასწაული, როგორც თქვით, არა მარტო წარსულისა და აწყვის შეხვედრის, არამედ მირქმა ეს არის ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის დღესასწაულიც და ეს ალბათ ყველაზე უფრო აღმატებული აზრი ამ დღესასწაულისა, როდესაც ცოცხალი ადამიანი იმედით, რწმენით ელის ღმერთს და იგი საბოლოოდ აი ამ სიმშვიდეს იმკვიდრებს ღმერთთან შეხვედრით და ღვთის წინაშე გამართლებით და იღებს თავადაც კურთხევას, გარდა იმისა, რომ თვითონ ლოცავს ხორციელად მოვლინებულ უფალ იესო ქრისტეს და მის მშობელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ ქალწულს. იგი უწინასწარმეტყველებს მას, რომ იგი ძალიან დიდ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადმოცემაც არსებობს, რომ ღვთისმშობელს ტკივილი არ განუცდია შობის დროს და მაცხოვარმა, ასე თქვა, ტკივილი არავის მიაყენა, თუმცა იგი ბუნებრივად დაიბადა ბუნებრივი წესით, რომ იგი ამ ტკივილს მაინც გამოცდიდა და ეს ტკივილი იქნებოდა ტკივილი, რომელსაც დედა ღვთისა გაივლიდა მაცხოვრის ჯვარცმისას. საინტერესო მამარჩილ, რატომ აღინიშნებოდა, აქვს თუ არა თავისი მიზეზი ამ ყველაფერს, რასაც ვგებულობთ ისტორიული წყაროებიდან, ცნობებით, რომ აღინიშნებოდა შედარებით მოკრძალებულად მე-6 საუკუნემდე მირქმის დღესასწაული. რატომ გახდა მირქმა ასეთი საყვარელი ადამიანებისთვის უკვე მე-6 საუკუნიდან მოყოლებული. როგორც უკვე ვთქვით, მოკრძალებულად აღინიშნებოდა უფრო მცირეაზიულ კონსტანტინოპოლურ ტრადიციაში, რაც შეეხება იერუსალიმურ ტრადიციას, წმინდა აღმოსავლურ ანტიოქიურ ტრადიციას და შემდგომ რომაულ და მთლიანად დასავლეთ ევროპულ ტრადიციას, რომელიც სახალხო დონეზე ძალიან ფართო ვარიაციებით გახდა, ასე ვთქვათ, და დამკვიდრდა მთელ დასავლეთ საქრისტიანოში, იქ ასე ნამდვილად არ იყო, იქ პირიქით განსაკუთრებული ზარზეიმით აღინიშნებოდა. უბრალოდ რაღაცა ეტაპზე ლიდერის როლი იტვირთა, როგორც ცნობილია უკვე კონსტანტინოპოლმა და ამ დროიდან თან დგება თანდათანობით მე-4, მე-5, მე-6 საუკუნიდან ეს ცოცხალი ტრადიცია, რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება და იცვლება რაღაც, მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც ეკლესია თანდათან აყალიბებს უკვე საერთო წესებს და ხდება უნიფიცირება ყველაფრის და ყველა ადგილობრივი ეკლესიის ტრადიცია, რომლებიც შეიძლება პრაქტიკაში ძალიან განსხვავებული ყოფილიყო, თანდათანობით
ემსგავსება ერთმანეთს. ეს პროცესი გრძელდება განსაკუთრებით ესეთი საეტაპოა მე-9 მე-10 საუკუნეები, დგება დღესასწაულთა რიგი, დგება მათი აღნიშვნის წესები და პატივი, დგება ხშირად ეს წმინდა ესეთი ლოკალურ პრაქტიკასაც უკავშირდება ხოლმე. ანუ როგორ არის ქალაქი დაგეგმარებული. ერთი და იგივე დღესასწაული შეიძლება იერუსალიმში სხვანაირად აღნიშნულიყო, კონსტანტინოპოლში სხვანაირად და თქვა თბილისში სხვანაირად. იმიტომ რომ იქაური ქუჩები, იქაური ცენტრალური ტაძარი, სადაც თქვა იკრიბებოდა იმ დასახლების მრევლი, რის საშუალებას იძლეოდა და როგორი იყო გარემო პირობები. ხშირად ადგილობრივი ტრადიციები წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით იყო ხოლმე ნაკარნახევი. ეს შეიძლება ეხებოდეს წყალკურთხევასაც, მირქმასაც და ყველა დღესასწაულს, რომელიც ჩვენთვის ცნობილია. დიახ. მამარჩილ, რა ახალი ეტაპი იწყება ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში მირქმის დღესასწაულის შემდეგ? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ახალი აღთქმისა და ძველი აღთქმის შეხვედრის დღესასწაული, როდესაც ახალი აღთქმა და ძველი აღთქმა ერთმანეთს ხვდება, აწყო და მომავალი ხვდება ერთმანეთს, ძველი თაობათა შეხვედრა. აი რას გულისხმობთ კონკრეტულად? თქვათ, აი რა იწყება კაცობრიობის ისტორიაში ახალი? კაცობრიობის ისტორიაში უნდა ვთქვათ, რომ მარადიული სიახლეა ქრისტიანობა. როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვა ახალ აღთქმას, ამას მაინდა-მაინც მირქმის დღესასწაულს მხოლოდ ვერ მივაბავთ, იმიტომ რომ ხარების დღესასწაულიც სიახლეა, ქრისტეშობაც, ახალი ცხოვრება, როდესაც ანგელოზები გალობენ, ნათლისღება უკვე უკავშირდება მაცხოვრის საზოგადოებრივი მსახურების დაწყებას და რა თქმა უნდა, სრული განახლება, ეს არის უკვე აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა, როდესაც სულიწმინდა ღმერთი იქნა მოვლენებული და ჩვენ უკვე დავიწყეთ მართლა ახალი აღთქმის ეკლესიაში ცხოვრება, იმიტომ რომ ეკლესიის დაარსების, დაფუძნების, დაბადების დღე სულთმოფენობა ითვლება და ღმერთმა ყველა მშვიდობით მიიყვანოს ამ დღემდე, მაგრამ აი ეს სიახლე რა არის? ჩვენ როცა ვახსენებთ სიტყვას ახალი აღთქმა, ეს ახალი არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ ძველთან მიმართებაში. სიტყვა ახალი აღთქმა, ესეთი ფართო გაგებით ნიშნავს მარადილ სიახლეს. სიახლეს, რომელიც არ დაძველდება როგორც ღმერთის სიტყვა, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. იგი მუდმივად ახალი იქნება. მასში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება დაძველებულად ჩაითვალოს. ის კაცთმოყვარება, ის უმაღლესი ზნეობრივი წესები, რომელსაც ვერაფერი ვერ ედარება, ვერსად, ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთ ტრადიციაში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ძველად, გასაუქმებლად იქნეს მიჩნეული. იგი მარადიული სიახლე იქნება, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და ეს არის მთავარი სიახლე, რაც ქრისტიანობას მოაქვს ჩვენთვის, რომ მარადიული განახლება ყოველი დღის მადლობა უფლისათვის, რომ ცოცხლები ვართ, რაღაც გაკეთება შეგვიძლია და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დიახ, თქვენ ემზადებით ხო ბუნებრივი ანჩისყეთის ტაძარში ასევე ძველი წესით აღინიშნება, ხო? ყველა ტაძარში საქართველოს 2021 წლის შემდეგ, რაც მისი უწმინდესობის კურთხევით იქნა აღდგენილი სანთლების კურთხევის წესიც საგაზაფხულოდთან, ერთიც უნდა აღნიშნოთ, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე დაწყებულია დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდია. ჩვენ ვიცით, რომ დიდი მარხვის დაწყებამდე 5 კვირით ადრე იწყება უკვე საკითხავებით და სხვა წესებით მომზადება და აი ეს უკვე პირველი მეორე კვირაა, როდესაც ჩვენ უკვე თითქოს და ეს სურნელი ტრიალებს დიდმარხვისა და აღდგომისა, როგორც კი ეს გაზაფხული დგება ხოლმე და მირქმის დღესასწაული და ყველა ადგილობრივ ყველა ტაძარში იქნება, რა თქმა უნდა, ეს წესი აღსრულებული, ყველგან იკურთხება სანთლები და ყველგან მრევლი ერთობით შევეგებებით, უფალს ანთებული სანთლებით და როგორც შობას ვანთებთ ხოლმე, ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია დამკვიდრდა, რომ ვიწევთ უფალს ჩვენს სახლებში, რომ არ ქონდა ოდესღაც მას ბინა თავშესაფარი და მობრძანდი ჩვენთან, იყავი ჩვენი ოჯახის წევრი, სტუმარი და ღია ვართ, ასევე აი მირქმის დღესასწაული, ეს არის იმ სანთლების კურთხევა, რომლითაც ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ჩირაღმდებოდა ხოლმე მთელი ქალაქი. და სხვა შორის თუ ძველი აღთქმის დღესასწაულს გავიხსენებთ, ესეთი გადმოცემებიც არსებობს, რომ იმდენად იყო ხოლმე იერუსალიმი განათებული და იმდენად იყო გაჩირაღდნებული, რომ ვისაც ეს დღესასწაული არ უნახავს, ზოგადად დღესასწაული რა არის ომანის არ იცის.
წინასწარ გილოცავთ მირქმის დღესასწაულს, ვილოცავთ ასევე ჩვენს მაყურებელსაც. ძალიან დიდ მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის. ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ სტუმართან ერთად დაბრუნდებით. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ,
მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო დაუბრუნდით ეთერში, შეგვიძლია ვნახოთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი. პირველი ქართველი მთამსვლელი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა. ქართული ალპინიზმისა და მსოფლიოში ქალთა სპორტული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ისტორიას ნინო გელაშვილის სიუჟეტიდან შევიტყვით. აღებულ მწვერვალს აღარ ჰქვია უკვე სიმაღლე. ის სხვა სიმაღლის მისადგომთან ისევ ძირშია. ერთ მთაზე ასვლით ჯერ მთამსვლელი მუხლებს იმაგრებს. ეს სხვა მთებისკენ დაწყებული იერიშია. პირველი ქართველი მთამსვლელი ქალის ქართული ალპინიზმისა და მსოფლიოში ქალთა სპორტული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ქალის სახელს უამრავი წარმატება უკავშირდება. მის ყველაზე დიდ დამსახურებად კი უშბის დალაშქვრა მიიჩნევა. არა მარტო საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში აღმოჩნდა პირველი ქალთა სპორტული ალპინიზმის ფუძემდებელი. იმიტომ რომ აი ესეთი რთული ასვლები როგორც ალექსანდრას ჰქონდა სპორტული თვალსაზრისით არავის არ ჰქონდა. უშბაზე ასვლა მოუტანა ალექსანდრას გმირი შარავანდედი. ალექსანდრას ყოფნამ გადაწყვიტა უშბაზე წარმატებით ასვლა, იმიტომ რომ ალეშა იყო ახლა ხელმძღვანელი ალექსანდრას უმცროსი ძმა ამ ასვლის იყო მოხევე იაგორ კაზალიკაშვილი და სვანი გიორგი გურიანი. ეს იყო პირველი ასვლა. ძალიან გაუჭირდათ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია პირველად როცა მიდიხარ მწვერვალზე გზა არ იცი არაფერი და თან უნდა მონახო სავალი გზა. ისეთ ადგილზე მოუსწრო დაღამებამ, რომ 4 კაცი ვერ გაათევდა იქ ღამეს. და უკვე ყოყმანიც დაიწყეს როგორც ჩანს და თან ახლა უნდა დაშვებულიყო 200 მეტრის დაბლა. და ახლა ამ ხელა მანძილის გავლა თელი დღე რო იწვალეს რაღაც აღარ უნდა და ბუნებრივია და ალექსანდრა მაშინვე გუმანი დიგდო ახლა მაინც კალური ალღო სხვა არის კიდე ალეშას ვთქვა მე დაგჭები აქ ალეშა მაშინვე მიხვდა დის განზრახვას რატომ ასთქვა ეს იმიტომ რომ ახლა თვითონ უნდა ჩასულიყვნენ დაბლა და ახლა გძევლად ხوار დატოვებდნენ ალექსანდრას წევით და იმ იძულებული იქნებოდა რომ ასულიყო და მე ყველა ამბობდა მაგას რომ ალექსანდრას ეს ნაბიჯი არა რომ თოგზე დაკიდებულმა ღამეათია იქ ალეშა მიამაგრა პალოზე თოგი გაუყარა და ახლა მაშინ საძირე ტომრები და ეს არ იყო და ნაბათში გამოხვეულმა გაათია ღამე და აი ამ უშბაზე დაკიდებულმა ღამის თევამ ალექსანდრას გმირი შარავანდედი მოუპოვა ქალური სინაზითა და სიდინჯით სიმშვიდითა და სიძლიერით ერთდროულად გამორჩეულ ალექსანდრა ჯაფარიძეს შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. სწორედ მან აღმოაჩინა ილია ჭავჭავაძის პოემა განდეგილში ხსენებული ყველასათვის კარგად ნაცნობი ბეთლემის გამოქვაბული. 1913 წელს მან რო დაამთავრა წმინდანინოს გიმნაზია ქუთაისში წავიდა ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაში ორკლასიანი სასწავლებელი იყო მასწავლებლად წავიდა
ხო და ერთი წელიწადი იქ იმსახურა თუ ორი წელიწადი და 1913 წელს ჩამოვიდა ხრეიჩი, თავის სოფელში, ახალ ხრეიჩი, მაშინ სკოლა არ იყო და ალექსანდრას ზრუნვით და რუდუნებით მოხერხდა სკოლის შენობის აგება. გასაოცარი პიროვნება იყო თვითონ. ბავშვებთან ძალიან კარგი მთხრობელი იყო, ბავშვებს რომ დაუწყებდა ბოყოლას რაღაცა, ხო ესე წყნარად და ჩუმად, მაგრამ აღტაცებას ვერ ვალავდნენ შემდეგ ეს ბავშვები და იყო ძალიან გამხდარი, ძვალწვრილი, ძალიან ნაზი, თავის ცხოვრებაში ადამიანს რომელსაც სხვა მაღლა სიტყვა არ უთქვამს. ასასი ბავშვი დაყავდა, გოგოები, ბიჭები საქართველოში ფეხით ამოგზაურებდნენ ზაფხულის არდადეგებზე 3 თვის განმავლობაში. და წარმოიდგინეთ თქვენ 100 ბავშვის მოვლა, როცა სხვა მაღლა სიტყვის თქვა არ გჭირდება. რა ავტორიტეტი ჰქონდა და როგორი ის რომ ერთი სიტყვა საკმარისი იყო, სწორედ მის ამ სინაზეში იყო მისი სიძლიერე. მაგრამ აბსოლუტურად სულ სხვა იყო მთაში. კაცრი, მოთხოვნი საბჭოთა კავშირში და მე მგონი მსოფლიოშიაც თბილისის პიონერთა სასახლის ბავშვების რეკორდი დღემდე არ არის მოხსნილი. 9 მწვერვალე გაიარეს 14-16 წლის ბავშვებმა. ალექსანდრას ხელმძღვანელობით და ეს უნიკალური მოვლენა იყო. გარდა მაგისა, ალექსანდრას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თვითონაც ესე თვლით ახლა გუშბის მერე რასაკვირველია იყო ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა. მოგეხსენებათ ბეთლემი ილია ჭავჭავაძის უგდა პოემა განდეგილთან არის დაკავშირებული, სწორედ არსებული ლეგენდების მიხედვით შეიქმნა. აი ეს თვითონ გამოქვაბული იყო 4100 მეტრის სიმაღლეზე მყინვარტვერის კალთებზე და მაშინ სამხედრო გზა დაკეტილი იყო დიდი თოვლის გამო და ბაქოდან შემოუარეს და ვლადიკავკაზიდან შემოვიდნენ და მერე მარხილები დავიდნენ ზევით. და ეს 8 კაცი შევიდა, ორში გასულები შევიდნენ 7 იანვარს. ესე იგი შობა დღეს. და ეს წინასწარ არ იყო ესე მოფიქრებული და ეს, მაგრამ ესე მოხდა რა, განგების ძალით. ესე რომ პირველად შევიდნენ 48 წლის 7 იანვარს ბეთლემის გამოქვაბულში და ალექსანდრა ახლა ხშირად ყვებოდა ხოლმე და ჩემი მეგობრები რომ მოდიდნენ უყვებოდა მაგათ. რომ შევედით პირველი რამაც გაგვაოცა, თითქოს დიასახლის ახალი გამოგვილი ქონდა, ისეთი სისუფთავე იყო და ის ახლა ის სიმაღლეზე მტვერი არ ახსოვს მოგეხსენებათ და ყველაფერი პირველი ფოტოები ალექსანდრამ გადაიღო, პირველი პუბლიკაცია. ჯაფარიძეების ოჯახის არქივში ალექსანდრა ჯაფარიძის შესახებ მრავალი საინტერესო წერილი. ლექსი თუ ჩანახატია გაცოცხლებული. აქ ინახება სპორტსმენის პირადი ჩანაწერებიც და დალაშქრულ მწვერვალებზე მის მიერ დატოვებული ბარათები. საქართველოს ალპური კლუბის ექსპედიცია ალეოშა ჯაფარიძის მუხინის შვაცაბაიას შემადგენლობით. ამოვედით ხდეს ხეობიდან მდინარის მარჯვენა ნაპირას, მცირედ თოვლს და ხეობაში სულ თოვლიდებს. დარიალამდე ხედველობა არაა. მივდივართ შემდეგ მწვერვალზე. არაერთი ხელოვანის მუზად ქცეული, მთის ქიმზე თოკით მიბმული, ნაბაჯში გამოხვეული ქალი ქართული ალპინიზმის ისტორიაში დღემდე უკვდავ ლეგენდად რჩება.
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ და კიდევ ერთ სიუჟეტ შემოგთავაზებთ. ნინი გელაშვილი, ჩვენი მშვენიერი ჟურნალისტი, ზურაბ ღამბაშიძეს ქართული ხალხური საკრავების ოსტატს და მის სახელოსნოს ესტუმრა, უფრო ვრცლად სიუჟეტიდან შევიტყობთ. თავარი სიყვარული არის საქმის. თუ არ გიყვარს, გვერდზე მდგომი თუ არ გიყვარს, მულტფილმისა არ იყოს, ხო? თუ არ გიყვარს საქმე, ვერ გააკეთებ ისე კარგად, გულიანად. კი, გააკეთებ, მაგრამ არ გამოვა ისეთი კარგი. და მთელი არსებით უნდა აკეთო საქმე. 12 წლის იყო, როდესაც ფანდურზე დაკვრა დაიწყო. მუსიკის სიყვარული მასში იმდენად დიდი აღმოჩნდა, გადაწყვიტა ინსტრუმენტი თავისივე ხელით შეექმნა. სწორედ ამ სურვილით გამოთავა თვითნასწავლმა ხელოვანმა ზურაბ ღამბაშიძემ პირველი ფანდური. 1987 წლის გაზაფხულზე დავიწყე ფანდურის დაკვრა. სკოლაში ერთ-ერთი პიროვნება მოვიდა, ორკესტრის ჩამოყალიბება უნდა და იქიდან უკრავ. და იქიდან მე მსმენია, რომ გათლილი ფანდური საუკეთესოა საკონცერტო ფანდურად ითვლება დღესაც კი. მეც რა თქმა უნდა, მინდოდა საკონცერტო ფანდური მქონოდა. მე უკვე ჯარიდან რო ჩამოვედი 96 წლის შემოდგომაზე დავასრულე სამხედრო სამსახური და ერთი ცაცხვის პატარა მორი ვნახე. და არ მახსოვს 97 წელი იყო, პირველად მაშინ გავთალე ფანდური ამ ცაცხვის მორით. ბავშვობაში რომ შვილი გავთალე ხოლმე, რაღაც სერიოზული პირობითად რომ სერიოზული ვთქვათ, ეგ იყო. მეტი არაფერი გამიკეთებია. რომ მოვინდობე და მთავარი ალბათ სურვილია, რომ გინდა რაღაც გააკეთო. ნიმუშად ჩემი ფანდური ავიღე, როგორ? ავიღე გაზეთი, გამოვხაზეს, პირობითად რომ ავიღოთ, შუახაზი გავხაზე, გამოვხაზე ნახევარი, მე გავკეცე, გადავშალე და ჯერ გავხეთქე ეს მორი, მე გავაშალაშინე, გამოვხაზე მუცელი დავხაზე ტარი და მე გამოთლისას უკვე ამის მიხედვით რომ თლიდი თან ესე ვაკვირდებოდი რომ თანაბრად წასულიყო, ანუ ეს ლამაზად რო ყოფილიყო ერთნაირად, როგორც აქ არის ყველაზე ფართი ადგილი, ისე ქვევითაც ყოფილიყო მუსელი. ხის სუნითა და მტვრით გაჯერებული სახელოსნო, რომლის ყველა კუთხეს თავდაუზოგავი შრომის კვალი ატყვია. ეს ზურაბ ღამბაშიძის შემოქმედებითი სამყაროა. აქ თითქმის მთელ დღეს ატარებს. ძირითადად გაუთლილ ფანდურებს ამზადებს, რომლებიც დაკვრის სწავლებისთვის გამოიყენება, მასალად კი თუთასა და მურყანს იყენებს. თავიდან, აგერ სახელოსნოს წინ, გარეთ ვიჯექი და იქ თლიდი ამ ფიცრებს, იქ ვაწყობდი ფანდურებს. სარდაფში ვაკეთებდი ხოლმე სახლის სარდაფში. და უკვე 2013-ის აგვისტოში დავასრულე ეს სახელოსნო. წვალებ-წვალებით თან ფანდურებს ვაკეთებდი, თან სახელოსნოს ვაკეთებდი და 2013-ის აგვისტოდან სახელოსნოში ვარ. სექტემბრიდან დაწყებული ივლისის ბოლომდე შეკვეთები მაქვს. მასალაც რა თქმა უნდა შეირჩევა კარგი ფანდურებისთვის. ხლა რომ გაჩვენოთ, აქ მაქვს პატარა ფიცრები ნიმუშად და შემიძლია გაჩვენოთ. აი მაგალითად ესეთი ფიცარი, კი, ლამაზია. მაგრამ ისეთ ბგერას ვერ მოგცემს. როგორც მაგალითად ესეთი სწორძარღვიანი თბილისში კაკო ლაშქარაშვილი იყო ძალიან კარგი პიროვნება. შემთხვევით ნახე ეს ქუჩა, სადაც ცხოვრობდა ის კაცი. თხოვე ეჩვენებინა როგორ აწყობდა ფიცრებით. მეც გავაკეთე ეს პირველი ფანდური და პირველი ფანდური რო ავაწყე უკვე მუცელი რო ფიცრებით შევკარდა და უკარი. ამ ფიცრით შეკრულმა ფანდურმა უფრო ლაღი, ხალასი, თავისუფალი ბგერა მომცა, ვიდრე გათლილი ფანდური მაძლევდა. თვითნასწავლ ხელოვანს ინსტრუმენტის მზადებასთან ერთად მასზე დაკვრაც არანაკლებ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ეს წლების წინ ავაწყე ძალიან მომწონს მუხამბაზი თბილისი. ლამაზი არის და კარგადაც იკვრება. გარდა ფანდურისა, ზურაბ ღამბაშიძე სხვა ქართულ ხალხურ საკრავებსაც ამზადებს, მათ შორის სალამურს, ჩონგურსა და ჩანგს. როგორც ოსტატი ამბობს, ხელოვანისთვის მთავარი საქმის სიყვარულია. მის შემთხვევაში ხელობის უდიდეს სიყვარულს ერთი მთავარი მიზანიც ემატება. აკეთოს ეროვნული საქმე და ფანდურს თვითმყოფადობა და თავდაპირველი იერსახე შეუნარჩუნოს. ეს ეტყობა მე-20 საუკუნეში გაკეთებული, რადგან პლასმასის ხიდები და სათავი აქვს ჩასმული. მაგრამ ტრადიციულად ეს კაცმა მომიტანა, გადამიკეთო კლასიკური ფანდური მინდაო და რო დავინახე, რატომ დავიტოვე. შეიძლებოდა გამეკეთებინა კლასიკური ფანდური
გამეტანებინა, მაგრამ რატო დავიტოვე? აი, ხედავთ, რამ სიგრძე არის. მე რა უკვე მოკლე არის. ამას მალი უწოდე. ძველ ქართულად ინტერვალს ნიშნავს, მანძილს ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე. კლასიკურ ფანდურზე რადგან მოკლე არის მანძილები, მოკლეა უფრო. მალი კი უწოდე, კი ბოლოს ართი ხო პატარა საღმრთელია ქართულ ენაში. ეს მალი, პირველი მალი არის გრძელი, შემდეგ უკვე აშკარად თვალზომით არის ჩასმული ესენი. კი, მილიმეტრი მოკლე, მილიმეტრი გრძელი, მაგრამ სახაზავით არ გაუზომი ადამიანს, აშკარად თვალზომით არის ჩასმული, იმიტომ არის სიძეს ვტომილებები. და რატომ? ჯავახიშვილთან წერია, რომ ფანდურს უაიღებდნენ და ხელს მოკიდებდნენ თავთან. სადაც სალოკი თითი დაედებოდა, იქ იქნებოდა პირველი ხელი. სანამდე შუა თითი გადაწვდებოდა, იქ იქნებოდა მეორე ხიდი. ნუ იგივეა. მაგრამ მუსიკალური თვალსაზრისით დარღვევა არის. სულ სხვა ინტერვალი არის აქ, სხვა ინტერვალია აქ. ამით ვასკვნით, რომ გლეხები ბგერას არ ეძებდნენ, მაგრამ ყველა არა, ზოგი ეძებდა ბგერას. იქ ისიც წერია, რომ სათავეს რომ ჩაუსმევდნენ, მერე ძაფს შემოახვევდნენ, ააწყობდნენ ჯერ სიმებს და დაუკრავდნენ. თუ შეეწყობოდა, ანუ ძაფი ხო იყო შემოხვეული. ესე იგი იქ არის ხიდის ადგილი. ჩაჭრიდნენ, ჩასვავდნენ. თუ არა, აწევდნენ ძაფს და როცა სათანადო ადგილს იპოვიდნენ სმენით, ანუ უკვე ბგერას ეძებს იქ ადამიანი. იქ ჩასვავდნენ ხიდებს. ეხლა ამ ფანდურს აი ხედავთ. ტრადიციულად გაკეთებული საგულექვია ამ ხვრელები სადაც არის. ტრადიციულად გაკეთებული. ზოგს რომბის ფორმა ქონდა ამ ხვრელებს. ზოგი ოვალურად ამოჭრიდა ხოლმე, ზოგს უფრო მეტი ხვრელი ქონდა, ზოგს ნაკლები. ვინ როგორ აკეთებდა ეს თვითონ ოსტატზე იყო დამოკიდებული. მეც ვინ არჩუნებ ამ ტრადიციას და ასეთი მრავალი პატარა ხვრელი არის. მის ცხოვრებაში საყვარელ საქმეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სამომავლოდ ვიდეო გაკვეთილების ჩაწერასაც გეგმავს და როგორც თავად ამბობს, სურს ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. ვამაყობ, რომ ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და იმით ვამაყობ, რომ ვცდილობ ქართულობა შევუნარჩუნო ფანდურს. ყველანაირად, აი, ბევრჯერ უთქვამთ, რომ აი გიტარის დამჭერებს ვაყენებენ, ეგეც მოდაშია. პრინციპულად არ ვაკეთებ. რატო? ქართული იერი ეკარგება. დიდი მადლობა ნინი გელაშვილს, ჩვენ ჟურნალისტს, მშვენიერი სიუჟეტის მომზადებისთვის და ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწვერძე ვიყავით თქვენთან ერთად. მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დროებით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ ბედნიერად.